ვიცით რომ ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჯარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო როგორც მოგახსენებათ ბათუმში, გოგოლეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი, რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც გითხრეს მაქსიმუმ ხალისთვის ყველგან იქნება უკვე ჩართული ელექტროენერგიაც, მოკლედ ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მალობა უნდა გადავხედოთ ყველას, რა თქმა უნდა, აჯარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურს იმისათვის, რომ ოპერატულად იზრუნოს პრობლემების მოგვარებას. სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად ხედავთ, რომ ხელისუფლების ოპონენტები ავრცელებენ დეზინფორმაციაზე სპეკულირებენ ამიტომ რატომ ეს მათი ხასიათია უბრალოდ და მათი დაგვეთა როგორც ჩანს, არ ვიცი, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და რა თქმა უნდა ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ მათ განცხადებებს. ასე უნდა გითხოთ სანქციებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის თემთა პალატა ბიძინა ივანიშვილის სანქციების დაწესებაზე საუბრობს, ამბობენ რომ კადრები მიაწოდა ოპოზიციამ. მე მინდა გითხოთ რა გავლენა შეიძლება ქონდეს სანქციების მუხარას ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ასევე რამდენად არის სარწმუნო და ობიექტური ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული. ეს შანტაჟია, რომელიც გრძელდება უკვე 3 წელია, ომის დაწყებასთან ერთად უკრაინაში, ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟი, ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუხარა და შანტაჟი. ეს არ არის არავისთვის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზზე უნდა გაესვას. ოცნებასთან დაკავშირებით კითხვები არა სახელმწიფოს მიმართ, არამედ საპოლიციო ძალების ხელმძღვანელის მიმართ და გიორგი გახარიაძე არის საუბარი, რაზე მეტყოლებ. თქვენ იცით რომ კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გქონდა, მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის შავლის გამოყენება, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ასე ვთქვათ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება მე ვფიქრობ გამოძიება, უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. კითხვები უნდა დაისვას და გამოძიება სჭირდება ამ ყველაფერს. პრემიერო თემთა პალატის საკითხს რომ დაუბრუნდე ისევ რამდენად რელევანტურია ახლა ამაზე საუბარი, მაშინ როდესაც ვიცით რომ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ გააჩნია ქონება. სანქციები რა გზავნილია რეალურად, მაშინ როდესაც ადამიანს ქონებაც კი არ აქვს ბრიტანეთის. რეალურად ეს არის ერთგვარი უსუსური შანტაჟის მცდელობა. კიდევ ერთხელ გაიმერებ რომ ეს შანტაჟი დაიწყო 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად. თქვენ იცით რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა ჩვენს მიმართ და მათ შორის კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხო? შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგო იყო ეს შანტაჟი გამომდინარე იქიდან რომ არც ბიძინა ივანიშვილი, არც ხელისუფლება მთლიანად არავითარ შემთხვევაში არ გადადგავდა არავითარი შანტაჟის პირობებშიც ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას. ჩვენ გვახსოვს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ იყო სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის ელჩების მხრიდან, სხვა ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციისთვის. ახლა ქართული ოპოზიცია ამბობს, რომ მათ არასდროს არ მოუწოდებიათ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე და ამბობს, რომ არც ელჩებს არ ქონიათ ეს მოწოდება. როგორ აფასებთ ამას და რატომ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა ახლა ეს დამოკიდებულება? თქვენ გახსოვთ 25 თებერვლიდან დაიწყო აქციები თბილისში, რადიკალურმა ოპოზიციამ დაორგანიზა ეს აქციები და ჰქონდა ძირითადად ორი მოთხოვნა. ერთი იყო სანქციებთან მიერთება და მეორე ეს იყო უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით. შემდეგ მე შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი საბაბით გაიწვია ელჩი საქართველოსდან, ეს მოხდა ან 28 თებერვალს, ან 1 მარტს, შეიძლება ერთი დღე შემეშალოს და ამაზეც გახსოვთ რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების რეაქცია. ხო ისინი ამტყუნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და არა უკრაინის ხელისუფლებას. არც ერთი მათგანი არ გამოსულა მაშინ და არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო და მოთხოვნა თავისთავად სანქციებთან მიმართებაში და ასევე მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი. მაშინ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აკრიტიკებდნენ უფრო მეტად საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის თაობაზე. ყველაფერი დევს ხელის გულზე, არქივი არ იშლება და ეს არქივი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთება
განცხადებას, ისინი თხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, უფრო მეტიც ამბობდნენ, რომ მწვენოდათ ქართველობის იმის გამო, რომ ჩვენ არ მივერთით სანქციებს და არ გავგზავნეთ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები, რაც ნიშნავდა პირდაპირ ესკალაციას, საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ამ მოთხოვნებს უერთდებოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია მათი პატრონების დაკვეთით. გვარამი აცხადებს ბატონო ირაკლი, რომ მოქმედებების დროა ეს რასა იუკნევიჩიანესთან შეხვედრის შემდეგ რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას თქვენი აზრით? გვარამია და რასა ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი. ეს არის სერიალი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია, შეუძლიათ აკეთონ ასეთი განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული პოლიტიკური და თვალსაზრისით. მედიის კანონ პროექტის რო შეგვიფასოთ, ოპოზიცია და არასამთავრობოები ამბობენ, რომ ბრიტანული მოდელის გადმოტანა ვერ იქნება ეფექტური, რადგან ეს მუშაობს ბრიტანეთში და ვერ მუშაობს საქართველოში, როგორც შეიძლება. თქვენ იცით, რომ ზოგადად მედიაში არის სერიოზული პრობლემა. მედია არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ხო? ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის ეს პრობლემა არის დაფიქსირებული EUTODIR-ის დასკვნებში. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, რეგულირება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია საშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას. რატომ? იმიტომ რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედია საშუალებების მხრიდან. ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის რა თქმა უნდა მიღებული. არჩევნებს ეგრეთ წოდებულ გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, მათ შორის გამოკითხვები, თუმცა მტკიცებულებები ჯერ არავის არ წარმოუდგენია. დაასრულებს თუ არა სპეკულაციებს რეალურად ის, რომ მტკიცებულებები არავის გააჩნია. ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს ფაქტებს, ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა ნული ფაქტი, ნული მტკიცებულება. ეს რა თქმა უნდა ყველაფერზე მეტყველებს. დანარჩენი არის სპეკულაციები, რა თქმა უნდა, სპეკულაციებისთვის ყოველთვის რჩება სივრცე, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება არავითარი კონკრეტული მიზეზი, მით უმეტეს როცა საქმე ეხება რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაყალბებაზე საუბრისთვის. და ფარას კანონი რო შეგვიფასოთ კიდე, რამდენად ეფექტური იქნება, რამდენად უზრუნველყოფს ეს ვარიანტი გაბრძანებას? ჩემი დამოკიდებულება, იცით, ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, უხეში კანონი. მე იმედი მინდა გამოთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული ფარას კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად ფარას ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის მონებრივია პარლამენტის საქმე. პაվել ფერჩინსკი ევროკავშირის ელჩი საქართველოში ანონსებს ახალგაზრდებთან შეხვედრას კახეთის რეგიონში, მათ შორის შეხვდება ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს. ჩვენ ვიცით, უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიესალმება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს შიდა ჩარევის მაგალითი ცეთ საკითხების განხილვა მიდის ხშირად ამ შეხვედრებზე. ეს შეხვედრაც რომ შეგვიფასოთ, კიდევ ერთხელ რა პოზიცია გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით? არ ვიცი, ნაკლებად არის საინტერესო. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ ქართული ოცნების წინააღმდეგ და კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი დამოკიდებულება, თუმცა, ამასთან ერთად ჩვენ შევძელით, როგორც მოგეხსენებათ, ამ ყველაფრის ფონზე უпроსორად არჩევნების მოგება. შეუძლია, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩს გააგრძელოს საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩის პრო-ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებს. ეს რაც კითხავთ, შეიძლება დავუბრუნდები ისევ უკრაინის საკითხს და სანქციების საკითხს, რაზეც ოპოზიციის ჭრილში უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ გვახსოვს, რომ პარტნიორების მხრიდანაც იყო მოწოდება, ხო, სანქციებში ჩართვის პროცესი. ახლა ოპოზიცია საქართველოში ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდანაც არ ყოფილა არასდროს მსგავსი მოწოდებები, თუმცა ადრე ესენი ციტატად და მაგალითებად მოჰყავდა. როგორ აფასებთ ამას და თქვენ პარტნიორების ნაწილზეც რომ გესაუბრეთ? არა თუ განცხადებები არ ყოფილა, მე მინდა შეგახსენოთ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია. მთელი ევროპარლამენტი ადგა და მიიღო რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა მოთხოვნა სანქციებთან მიერთების შესახებ, ხო? რაზე აქ საერთოდ საუბარი? მანამდე გახსოვთ თქვენ კონკრეტული პრეზიდენტების, კონკრეტული ევროპარლამენტარების და ბევრი სხვა პოლიტიკოსის თუ ბიუროკრატის განცხადება, რასაც დიდი მოწონებით ხვდებოდა რადიკალური ოპოზიცია. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ არქივი, რა თქმა უნდა, არ იშლება, არსებობს არქივი, ევროპარლამენტი
გამოვიდა დაახლოებით 500 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც მოითხოვა სანქციებთან მიერთება და ეს მოიწონა რადიკალურმა ოპოზიციამ. ამის შემდეგ რა აზია საუბარი, ხო, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია. მორიგი არა მეგობრული ნაბიჯი გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ. ბატონ ერაკლი გერმანიის განათლების მინისტრმა გაფრენა სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოს. ასევე სტუდენტებს გაუქმება კვლევები და სოციალურ ქსელში წერს პიტერ ფიშერი გერმანიის ელჩი, რომ X-ში განმარტა გადაწყვეტილება ამჟამინდელი დაფინანსებას მათ შორის სტიპენდიას არ შეხებიაოდეთ. თქვენ როგორ განმარტავთ ამ ნაბიჯს გერმანიის მხრიდან? არის უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც ხუდი მოიქნია სანამ დატოვებს თანამდებობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად იმ ფონისა, რაც არის დღეს შექმნილი, გერმანიასთან გვექნება მაქსიმალურად ჭიდრო თანამშრომლობა. მომავალში თქვენ იცით, რამდენ საფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ შორის მოქმედი ელჩი, რეალურად გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში არ ყავს, მათ ყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი არ შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს, ნახოთ, ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული გერმანიასთან ჭიდრო ურთიერთობების აღდგენით, როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული ფორმით, მაშინვე ვფიქრობთ, რომ მიგვექნება პროგრესი ურთიერთობებში. ბატონო ნებირაკლი, დამატებითი გამოსაჭრელები ხო არ იკვეთება სტექიასთან დაკავშირებით გურიასა და აჭარაში? აჭარაში არის არსებითად მოგვარებული პრობლემების ძირითადი ნაწილი, რაც შეეხება გურიაში რჩება მეტი პრობლემა, მათ შორის გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ეს ერთი, უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის რა თქმა უნდა ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი და ჩვენ დაბრუნდებით ახლა გურიაში და რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული მდგომარეობით და გვექნება მითითებები მასთან დაკავშირებით, სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი. მადლობა.